აღმოჩნდება თუ არა საბრალდებო სკამზე სალომე ზურაბიშვილის არაფერი გამორიცხული არ არის, ასე პასუხობს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი კითხვას, ხომ არ ელოდება ბრალის წარდგენას. სალომე ზურაბიშვილმა ამ და სხვა საკითხების შესახებ კრიტიკული ტელეკომპანიების ეთერში ისაუბრა. თქვა, რომ მზადდება ახალი პროპაგანდისტული თემა, რაც ნეიტრალიტეტს უკავშირდება. ის პარტიებს თავაზობს კონკრეტულ ხედვასაც და ლაპარაკობს საერთო ფრონტის აუცილებლობაზე. სალომე ლაბაზე გვეტყვის უფრო მეც პრეზიდენტის გზავნილების შესახებ. სალომე, გისმენთ. მოლოდინი რომ ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა ერთ დროს მის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილი და მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი ახლა დააკავოს და შესაბამისად შეკითხვა სალომე ზურაბიშვილთან ელოდება თუ არა ის რეჟიმის პირობებში დაკავებას გაჩნდა მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია ფორმულამ გავარკვიეთ, რომ ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ ჩვენებებში, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელია, რომ ამ ლიდერებს ახლა მრავალი წლით დაემუქროთ საპატიმროებში დარჩენა, ფიგურირებს სალომე ზურაბიშვილიც. ამ ჩვენებების ავტორები არიან რეჟიმის სატელიტებად შეფასებული ბატო შაქარაშვილი და ნანა კაკაბაძე, კონკრეტულად სალომე ზურაბიშვილის შესახებ კი საკუთარ ჩვენებაში ნანა კაკაბაძე წერს. ის ამ ჩვენებაში მიუთითებს პრეზიდენტის მიერ შეწყალების ბერკეტის გამოყენებაზე და იმის მიუხედავად, რომ ამ ბერკეტის გამოყენება არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება, საკუთარ ჩვენებაში ნანა კაკაბაძე ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ეს ბერკეტი კონკრეტული ოპოზიციონერი ლიდერების სასარგებლოდ მათი საპატიმროებიდან გამოშვების მიზნით გამოიყენა გარე აქტორების მითითებით, გარე აქტორების დაკვეთით. თუმცა აქვე ვთქვათ, რომ საკუთარ ჩვენებაში ნანა კაკაბაძე კონკრეტულად ვერცერთ პირზე ვერ მიუთითებს. ამ ფონზე ელოდებით თუ არა დაკავება, სწორედ ეს კითხვა დაუსვეს სალომე ზურაბიშვილს კრიტიკული ტელეარხების ტელეკომპანია ფორმულასა და TV1-ის ჟურნალისტებმა, რის საპასუხოდაც ზურაბიშვილი ამბობს, რომ გამორიცხული რეჟიმის პირობებში არაფერია და მეტიც როგორც ირკვევა, ის ამის შესახებ უკვე საერთაშორისო პარტნიორებთან საუბრობს. არაფერი გამორიცხული არ არის, სადაც სრულიად უდანაშაულო ყველანაირად ადამიანები, პოლიტიკოსები ყველა იმაში არის, რომ ესეც მოინდომონ არაფერი გამორიცხული არ არის და ვერაფერზე ვერ იტყვი, რომ გამორიცხულია. ეს არის ჩვენი დღევანდელი რეალობა, რომ არაფერი ამათ ხელში გამორიცხული არ არის, მაგრამ ამას ნელ-ნელა ხვდება ძალიან დიდი ნაწილი საზოგადოების, რომელიც არ არის ის აქტიური, ის პროტესტის ნაწილი საზოგადოება. ეს არის პატარა ქვეყანა, სადაც ყველამ ყველაფერი იცის და ყველაფერი ყველას ეხება. და მოდის მომენტი, როცა ეს გლობალური ზეწოლა და შიში და ყველასი ციხეში ჩასმა და ასე შემდეგ, მოდის მომენტი, როცა ყველას ეხება. აქ ჩვენ გვაქვს დროში, არ ვიცით, რომელი პირველი ჩამოიშლება, ანუ საზოგადოება დამონდება და ჩათვლის, რომ არაფერი არ მეშველება, თუ რეჟიმი ჩამოიშლება, იმიტომ რომ მისი საყრდენები ჩამოიშლება. სალომე ზურაბიშვილის გარდა პროკურატურის ბრიფინგით და შემდეგ უკვე ჩვენებებით, რომლებიც ჩვენ ამ საქმესთან დაკავშირებით მოვიპოვეთ, სავარაუდო გახდა, რომ შესაძლოა პატიმრობა ასევე დაემუქროთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც. მანამდე კი საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ რეჟიმი პატიმრობის გახანგრძლივებით ციხეში უკვე მყოფ ოპოზიციონერ ლიდერებს ემუქრება. ამავე საფუძვლებით წამოწყებულია პარტიების აკრძალვის პროცესიც საკონსტიტუციო სასამართლოში. ამ ფონზე კი ბუნებრივია მთავარი კითხვა არის ის, თუ რა შეიძლება იყოს გამოსავალი და როგორ შეიძლება გაგრძელდეს წინააღმდეგობა და ბრძოლა რეჟიმთან. რის საპასუხოდაც სალომე ზურაბიშვილი ისევ გაერთიანების აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ პარტიული კონკურენცია შეიძლება დაიშვას მხოლოდ მას შემდეგ, რაც საზოგადოება მიაღწევს მთავარ მიზანს, რაც გულისხმობს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას სამართლიან და კონკურენტულ გარემოში. მანამდე კი ზურაბიშვილი არ გამორიცხავს ახალი საფრთხეების წინაშე ქართული საზოგადოების დადგომასაც და ერთ-ერთ ასეთ სავარაუდო საფრთხედ ასახელებს ნეიტრალიტეტის პროპაგანდას, რაც მისივე განმარტებით ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ საქართველო რუსეთის გავლენას ოფიციალურად დაექვემდებარა. რეალურად მზადდება ბევრად უფრო დიდი საფრთხის მომცველი ახალი თემა პროპაგანდის, რომელიც არის ნეიტრალიტეტი. და ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი დღეს საბრძოლველი. იმიტომ რომ ამაზე იქნება აგებული ყველაფერი, რომ სჭირდება რეფერენდუმი. რასაც ან რეფერენდუმი, ან თუ ჩათვალეს, რომ არჩევნებით, აჩქარებული არჩევნებით შეიძლება გამოვიდეთ, ამიტომ მე არაფერს არ ვწერა, როცა ამბობენ, რომ 3 წელი შეიძლება პირიქით მოხდეს. არავინ არ იცის, მეც არ ვიცი, მაგრამ
ეს იქნება მათი მთავარი ბრძოლის თემა აწი და ესეც არის ნაკარნახები მოსკოვიდან. და თქვენ როგორც მედია და ჩვენი თავისუფალი მედია ეს არის ის თემა, რომელიც არ უნდა გავუშვათ. ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ გვიახლოვდება რაღაცა გადაწყვეტილება, ეს იქნება რეფერენდუმი, თუ ეს იქნება საპარლამენტო არჩევნები დაჩქარებული ტემპით. როცა დავინახავთ რა არის შემდეგი გამოწვევა, იქ ამ გამოწვევაზე უნდა იყოს პასუხი და ვინც უკვე დღეს ასე დგას ეს საკითხი, ვინც ამ საზოგადოებას, ამ წინააღმდეგობის საზოგადოებას თუ ფრონტს თუ რაც გვინდა ის გავარქვათ, არ შეუერთდება, ის გაქრება. მე ჩემი როლი თავდება, როცა ეს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სამართლიანად და პარლამენტი აირჩევს, თუ არ შეიცვალოს ფორმა არჩევნების, აირჩევს ახალ პრეზიდენტს და მას სიამოვნებით და დიდი პატივისცემით გადავცემ ამ როლს. სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკუთარ ჩვენებაში ნანა კაკაბაძე ზურაბიშვილის მიერ შეწყალების უფლების გამოყენებას ასახელებს სუვერენიტეტის ხელყოფის და შიდა პოლიტიკაში გარეჩარევის ნიმუშად, რაც თუ გადაითარგმნება სამართლებრივ ბრალდება ზურაბიშვილის წინააღმდეგ მრავალწლიან პატიმრობას გაითვალისწინებს.